როგორი უნდა იყოს ზუგდიდის მერი? მობიერი, კარგი კაცი. სტუმარს მოყვარე და ყველანაირი. ეს არა დაუძინი ადამიანი და განათლებული უნდა იყოს. ეს კაცი უნდა იყოს დისციპლინიანი. დროგი. რა თვისებები უნდა ქონდეს ზუგდიდის მერს? ნორმალური. მაინც როგორც დადებინა, როგორც ნორმალურ ხალხს შეესაბამება. კარგი ხალხისთვის მშრომელი, ადამიანური, კარგი, რაც შეიძლება იყოს მასწავლი, კარგი და კულტურული კაცი. როგორ შეეფერება დღევანდელ 21 საუკუნეს. ზუგდიდის მერი უნდა იყოს ძალიან ხალხისათვის გამოსადეგი და ყველაფერი უნდა გააკეთოს ხალხს. ყველაფერი პირობები უნდა შეუქმნას. ადამიანური უნდა იყოს პირველ რიგში. ზუგდიდის მერი უნდა იყოს ჯერეთი ნაღდისმდიდელი, რომელსაც ნადად უყვარს ზუგდიდი. ნადად უყვარს ზუგდიდი. რაღაც უნდა გააკეთოს, შვილო. არავის არაფერ გაუკეთებია ზუგდიდის. ვარზლიანი არ უნდა იყოს, შვილო. ეს არის მე ასაკოვანი კაცი ვარ და მე დამიჯერება. ვარზლიანი უნდა იყოს. უნდა იყოს აი უნჩულა კაცი რო ითქვია. მერები ბევრი გინახია. და კიდევ ბევრს ნახავდა, არაფერი არ იცვლება. თავი ჯიბეში არ უნდა იხედებოდეს და მუდადიან ძვირადღირებული ჯიპებით რა მერსედესიდან გადმოვარდებიან $2000 და ხო ესეა, ხო ჭეშმარიტება? ადამიანი უნდა იყოს, ადამიანი. უპირველეს ყოვლისა. ხო ჩანახონდა რა. ყველა უნდა უყვარდეს ღარიბი და მდიდარი. ზუგდიდის მერი და საერთოდ მერები ყველა ჯილისთვის არ უნდა ფიქრობდეს, ხალხისთვის ფიქრობდეს. ანუ ადამიანი, რომელიც ზუგდიდის მოსახლეობაზე ზრუნავს, ამავდროულად ცდილობს, რომ მოაწესრიგოს ყველაფერი ქალაქში და უზრუნველყოს საზოგადოებრივი ცხოვრების გაუმჯობესებას. რაც მთავარია ლიდერი უნდა იყოს, უნდა შეეძლოს რაღაც პროექტების გაკეთება და შესრულება ისე, რომ არ იყოს მასში დარღვევები და სრულყოფილად მოახერხოს ყველაფრის გაკვლევა. რა ვიცი, აბა უნდა იყოს განათლებული ისეთი კაცი, რომელიც მიხედავს ზუგდიდს და რა ვიცი, ზუგდიდის განვითარებისთვის იზრუნებს. ადამიანობა უნდა კონდეს იმისთვის, რომ ყველაფერი ეს ნორმალურად გააკეთოს. კეთილი უნდა იყოს. მეტი რა თვისებები? სახალხო უნდა იყოს. ცოდვა მადლი უნდა იცოდეს. როგორი უნდა იყოს ზუგდიდის მერი? როგორი გინდათ რომ იყოს? საერთოდ გინდა. იმისი ხალხისთვის უნდა იყოს. კი? თავარი სახალხო, რასაც უნდა ხალხი რასაც გააკეთებს. ხალხის როგორ ხალხის ის უნდა რაც უნდა გაითვალისწინოს, ისეთ უნდა იყოს. პიროვნული თვისებები რა უნდა ქონდეს, რას გამოყოფდით? ხალხი რასაც გამოყოფს, ხო, ხალხი, პირველში ხალხი, ხო? ხალხის ამორჩეული ხო აი? ხალხი როიცებს. ხალხის იმით უნდა იყოს პირველში. ქალაქის კეთილდღეობისთვის უნდა იზრუნოს ზუგდიდის მერმა. განათლებული უნდა იყოს და ზუგდიელებისთვის გააკეთოს რაც გასაკეთებელი. სოდნე განათლებული გაჭირვებულს უნდა დაეხმაროს, ხელოვან ხალხს უნდა დაეხმაროს, ვისაც ვიჭერს. ქალაქისთვის უნდა გააკეთოს რაღაცა კარგი. ახალგაზრდებს უნდა გააკეთოს კარგი. და ჩვენი კეთილსაკეთილო არისტოკრატი უნდა იყოს. უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რა თქმა უნდა, განათლებული. ხო და რა თქმა უნდა, თავისთავად პოლიტიკური ამბიციები, როცა ჩადგება მაგ ხალხის სამსახურში, პოლიტიკური ამბიციები უნდა გადადოს გვერდზე და უნდა იყოს ხალხი ორიენტირებული რა. აი ესაა მთავარი. პატრიოტიზმის გზნობით გამშვალული თავისთავად კიდევ ერთი ფაქტორი ამის მიუხედავად და ტრადიციული ოჯახიდან უნდა იყოს და ტრადიციული მიმდებარე უნდა იყოს. ზუგდიდის მერი უნდა იყოს ზუგდიდელები როყვარს და ქალაქი როყვარს უნდა იყოს. ეს მოიპოვება ზუგდიდში? თქვენ ფიქრობთ რომ არა? რა ვიცი, მოიპოვება კარგია. ქალაქი უნდა უყვარდეს, ქალაქი. კიდევ ქალაქი მოყვარული უნდა იყოს და გააკეთოს კარგი ზუგდიდი და ზუგდიელებისთვის.